გამოგონს. თემები, რაც არც ერთ ჩვენთაგანში, რომელ სამყაროსაც არ წარმოადგენენ თვითონ ეს ქალთა განსაზღვრული კატეგორიისთვის, უნდათ უშვებულია ვთქვათ ბავშვის 1 წლის ასაკამდე ასაკის მიღწევა. ეს არ არის რაღაც აციების შედეგი, რადგან ჩვენ ვამკვიდრებთ იმ კულტურას, რომ პირველ რიგში ყვეთ. ჩვენ დღეს ვიწყებთ შრომის კოდექსის რეფორმის მეორე ტალღას, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს შრომის ფონდებში. აქ ვარ შეკრებილი 100-მდე მონაწილე, ეს არის მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ფინანსური ჯანდაცვა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ დღეს ყავს მონაწილეება ტრანსპორტის კავშირი, აგრეთვე ათეულობით ბიზნეს ასოციაციები, სავაჭრო პალატა რამდენიმე, იქნება ეს ბანკთა ასოციაციები, მცირე საშუალო ბიზნესმენების ასოციაციები, დამსაქმებელები და ყველანი მათ თავმოყრილი, ვინც კი შრომით ურთიერთობებში, კერძოდ საჯარო სექტორში ჩართული, იმისთვის რომ განვიხილოთ შემდეგი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მივახციეთ საკმარისად დადებით შრომის სფეროში. ამ ეტაპზე როგორც არაერთის იქნა დაანონსებული იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოადგინეთ ახალი ცვლილებები შრომის კოდექსში. ესენი უკვე ეხება ქალთა უფლებებს და აქედან გამომდინარე კონკრეტული რა ცვლილებები იქნება წარმოდგენილი.